დაასახელეს 3 გზავნილი დაავადების დასამარცხებლად. გამოიწვია მეგობრები და შეაჩერე ჰეპატიტი. ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებასთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს. მინისტრი სერგეენკო აქციაში უკვე ჩაერთო და მთავრობის სხვა წევრებიც გამოიწვია. გამოწვევას უკვე უპასუხეს სასჯელახსრულების მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. აქციაში საქართველოს C ჰეპატიტის გარეშე საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო. კამპანიის მიღმა ხელისუფლება ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს. კამპანიას ქრონიკაც დიდი სიამოვნებით უერთდება და გამოწვევას კოლეგებს უგზავნის. 3 ძირითადი გზავნილი ჯანდაცვის მინისტრისგან დავით სერგენკო მთავრობას იწვევს და C ჰეპატიტთან ბრძოლას წლის მთავარ პროექტად ასახელებს. პრევენცია აუცილებელი კომპონენტი არის. ეს არის ის, რომ ყველა ვისაც სჭირდება მკურნალობა მიიღებს ამ მკურნალობას და მესამე ის, რომ ხარისხი დიაგნოსტიკის და მკურნალობის ესეც სახელმწიფოს ვალდებულება ექნება მაქსიმალური დონის. ჯანდაცვის მინისტრის ვერბალურმა გამოწვევამ ვიზუალური სახე მალე მიიღო. გზავნილები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მე მივიღე ჩემი მეგობრის თამარ ბოდოკიას გამოწვევა. გამოწვევის ერთ-ერთი ადრესატი გიორგი კეკელიძეა. სერგენკოს უწყებას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ასე პასუხობს. კარგი იქნება თუ გამკაცდება კონტროლი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში თუ თქვა სხვადასხვა ტიპის სალონებში, სადაც რისკ ფაქტორები არის მაღალი. სტომატოლოგიური კლინიკები, ტატუ და კოსმეტიკური სალონები ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი მალე გახდება. უწყება კონტროლის გამკაცრებას იმ დაწესებულებებზე გეგმავს, სადაც C ჰეპატიტის გავრცელების რისკი მაღალია. თებერვლის ბოლოს კი ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალ პრეპარატს მინიმალურ ფასად მიიღებს. რა იღირება წამალი სოფოს ბუვირი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მას განკურნების 90%-იანი მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად ამ მედიკამენტის გამოჩენის შემდეგ C ჰეპატიტი განკურნებადი და სრულად განკურნებადი დაავადება გახდა. უდიდესი მისი უპირატესობა არის ის, რომ მას პრაქტიკულად არ აქვს ყველეთი მოვლენები და კიდევ ის, რომ მას არ აქვს უკუჩვენებები. მთლიანი კურსის ფასი 46,000 ევროა. ამ პრეპარატისა და საკუთარი ხარჯებით საქართველოში უკვე 16-მა პირმა იმკურნალა. მათი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 100%-ია. 2002 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა რიცხვი 200,000 აღწევს. ახალ კვლევას ჯანდაცვის უწყება მარტიდან დაიწყებს.